ლევან, თქვენ თბილისის მერის არჩევნებში ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურეთ და აღნიშნეთ, რომ ის 10 წრეულების განმავლობაში საზოგადოებას ტყუილ ინფორმაციას აწვდიდა და წინა ხელისუფლების სისასტიკის ლეგიტიმაციას ცდილობდა რუსთავი ორის წყალობით. თუმცა ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ საზოგადოების არც თუ ისე პატარა ნაწილი უჭერს მას მხარს. თქვენი აზრით, საზოგადოების ნდობა მის მიმართ რითია გამოწვეული? მე არ ვიცი თქვენ სად გაზომეთ, თუ საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს ზაალ უდუმაშვილს. მე მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებისთვის ის წარმოადგენს გარკვეული ტიპის სიმპათიის ობიექტს, მაგრამ ფართო საზოგადოებაში ადამიანებს ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით შემორჩენილი აქვთ მეხსიერება და ახსოვთ ის უამრავი დეზინფორმაცია, რომელიც ბატონი ზაალის უშუალო მონაწილეობით მიეწოდა პრაიმ ტაიმში საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას. მე ვფიქრობ, რომ ეს მოკლე მეხსიერება ადამიანებს არ აქვთ და აი ამ საკითხს შესაბამის დონეზე შეახსენებენ ბატონ ზაალს. თუმცა თუ თვალს ვადევნებთ იმ გამოკითხვებს, რაც ტარდება ხოლმე ეს ონლაინ პლატფორმებზე, ზაალ უდუმაშვილი ყოველთვის თუ არა უმრავლეს შემთხვევაში იკავებს ხოლმე პირველ ადგილს. სწორედ ამ საფუძველზე. აი მე მაგალითად მახსენდება უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გამართული ინტერაქტივი, Facebook ინტერაქტივით პირველი ადგილი არ დაუკავებია ბატონ ზაალს. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაალ უდუმაშვილი აი სხვა ნაციონალური მოძრაობის სახეებთან შედარებით ყველაზე ოპტიმალური კანდიდატი იყო. მრავალი მიზეზის გამო. პირველი მიზეზის გამო, რომ ბატონ უდუმაშვილს უშუალო მონაწილეობა არ აქვს მიღებული პოლიტიკურ პროცესებში. მართალია ის ლეგიტიმაციას ანიჭებდა იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ უშუალო შემოქმედი ამ პროცესებიც არ ყოფილა. მეორეც ერთი ბატონ ზაალს არ აქვს დამარცხების გამოცდილება. აი ვთქვათ, რომ ავიღოთ ჩვენ ნიკა მელიას მაგალითი, ნიკა მელია დამარცხდა. თან დათო ნარმანიას-ნაირ კანდიდატთან ორთაბრძოლაში. შესაბამისად, ერთხელ დამარცხებული კანდიდატის მეორეჯერ იმავე თანამდებობაზე კენჭისყრა ძალიან რთული წარმოსადგენია, ან ძალიან არაადეკვატურად ჩანს ხოლმე. აი არა აქვს დამარცხების გამოცდილება ზაალ უდუმაშვილს და ამ ხრივაც ის ოპტიმალური კანდიდატი იყო ნაციონალური მოძრაობისთვის და გარდა ამისა, ახლა ყოველ საღამოს უყურებდნენ ადამიანები ბატონ უდუმაშვილს ეთერში და ესეც თავის გავლენას ახდენს. მე არ მგონია, რომ ზაალ უდუმაშვილზე ხშირად ნაციონალური მოძრაობის რომელიმე დღევანდელი სახე რომ გამოჩენილი იყო ეთერში და ასე ახლოს იცნობდნენ. ერთ-ერთი მთავარი სახე, რომელიც ყოველდღიურად ჩანს ეთერში, ნაციონალური მოძრაობის რიგებში არ იყო დარჩენილი. ამიტომ შეარჩიეს ზაალ უდუმაშვილი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ხასოს ვარ ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან ადეკვატური კანდიდატი. თქვენი აზრით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს? მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ ქონია, აქვს მხოლოდ ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება, თუ არა ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული აბარა კრიტერიუმებით. ცხოვრობთ ტელევიზიების ეპოქაში. მართალია დაწინაურდა სოციალური მედია და ალტერნატიული მედიის საშუალებები, მაგრამ მაინც ჩვენს დღის წესრიგს თანამედროვე საზოგადოებაში განსაზღვრავენ ტელევიზიები. და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია სწორედ რუსთავი 2. აქედან გამომდინარე, ბატონ უდუმაშვილის შერჩევის კრიტერიუმიც ალბათ ეს იყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალების ერთ-ერთი მთავარი სახე, ანუ მას ყველა იცნობს, არის პოპულარული, არ ყავს კაცი მოკლული, ასე ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით, შესაბამისად ის იყო ადეკვატური და ამ კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩიეს ალბათ ის. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ზაალ უდუმაშვილი მერობის კანდიდატი არ არის, ის არის მეორე ადგილზე გასვლის სათუო კანდიდატი. თქვენი აზრით, პირველ ადგილზე გასვლის კანდიდატი ვინ არის? ნაციონალური მოძრაობა ახლა თქვენ იცით, რომ ბოლო კენჭისყრების განმავლობაში, რაც ჩატარდა თავარი საყოველთაო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, აი ამ კენჭისყრების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველთა აბსოლუტური რაოდენობა მცირდება. ანუ 2012 წელს უფრო მეტი ადამიანი უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო მეტი უჭერდა, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ მას აქვს დაღმასვლის ტენდენცია, ხედავს იმას, რომ თვითონ ეს ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური პარტია გაიყო ძალიან ბევრ სუბიექტად, ვთქვათ ის ვაშაძის ჯგუფი, გირჩის ჯგუფი, ევროპული საქართველოს ჯგუფი და ასე შემდეგ. დანაწევრებულია ეს პოლიტიკური პარტია, ასე რომ ეს პარტია არის კრიზისში, არ აქვს შესაბამისი ძალაუფლება, არ აქვს მაინც და მაინც დიდი დემოკრატიული ბრძოლის გამოცდილება, სულ რაღაც 3 წელია იბრძვიან ისინი ასე. შესაბამისად მათ ვერ ექნებათ პრეტენზია პირველ ადგილზე. მათ თავიდანვე იციან, რომ ამ ადგილს ვერ დაიკავებენ და ჩემ ამ მოსაზრებას ამყარებს ნაციონალური მოძრაობის
პოლიტიკური გამოცდილებაც, ხომ? საქართველოში დღემდე ჩემი აზრით მოშუშებული არ არის ის იარები, რომლებიც აი ამ ნეოლიბერალური ავტორიტარიზმის მმართველობის დროს მიადგა ჩვენს ქვეყანას. ეს ახსოვთ ადამიანებს. და აი ამ ბევრი მიზეზის გამო გამარჯვების შანსი მას არ აქვს, მაგრამ აქვს შანსი, რომ შეინარჩუნოს ძალიან საპატიო სტატუსი, მთავარი ოპოზიციული ძალის საპატიო სტატუსი. თქვენ ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებთ იმის გამო, რომ ამ პარტიის სახელი ასოცირდება დანაშაულებრივ ქმედებებთან, ადამიანის უფლებების შემლახავ ქმედებებთან, თუმცა თუ კი ავიღებთ კონკრეტულად, თუ კი განვიხილავთ კონკრეტულად დედაქალაქს და დედაქალაქის მერს. დავით ნარმანია უკეთესი მერი იყო თუ გიგი უგულავა? დედაქალაქში პირობები და პრობლემები როდის უფრო იყო მოგვარებული და დედაქალაქის მდგომარეობა როდის უკეთესი იყო, როდესაც გიგი უგულავა იყო მერი თუ როდესაც დავით ნარმანია? იცით რა არის, ჩვენ ერთეული კრიტერიუმებით ვერ შევაფასებთ ამ საკითხს. აი რამდენიმე კრიტერიუმი ავიღოთ, თქვათ მერობის შეფასების. მაგალითად ბატონი უგულავა იყო ეფექტიანი მერი, ნამდვილად იყო ეფექტიანი მერი, ძალიან სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებას და რაღაც იმ ფასადურ ცვლილებებს, რისი მიღწევაც სურდა მაშინ ხელისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამ ყველაფერს აკეთებდა და ამ მიზნებს აღწევდა, მაგრამ რის ფასად? აქ ჩდება ეს კითხვა. რის ფასად აღწევდა? იმ დანაშაულებების ფასად, რის გამოც ის გაასამართლეს? თანხების მოპარვა, ასე შემდეგ. იმის ფასად, რომ უამრავი ადამიანი თქვათ დატოვა სამუშაოს გარეშე, თქვათ ტენდერების მიმდინარეობის დროს და სხვა მსგავსი პროცესების მიმდინარეობის დროს და იმ ფასად, რომ მის პოლიტიკურ კლანთან დაახლოვებულმა ჯგუფებმა და ორგანიზაციებმა ძალიან სერიოზული თანხები გააკეთეს. ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, თქვათ იგივე ბარათაშვილის ხიდთან დარგული ნაძვების თემა, როდესაც ოფიციალურად 30 ლარის ღირებულების ნაძვი 930 ლარად შეიწყიდა თბილისის მერიამ. ასე რომ იქ რაღაცა კეთდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს უკან მოყვებოდა ძალიან ბევრი დანაშაულებების და ჩაგვრის, ასე ვთქვათ, შლეიფი. რაც შეეხება ბატონ ნარმანიას შეიძლება მის სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ თქვათ ქალაქში ტრანსპორტის მხრივ გარკვეული ტიპის ცვლილებები იგრძნობა, ხო? მაგალითად მეტროს ახალი სადგური შენდება, რამდენიმე ავტობუსის ხაზი გამოიცვალა და დროთა განმავლობაში თვლიანად შეიცვლება, მაგრამ მეორეს მხრივ ბატონ ნარმანიას ახასიათებდა საზოგადოებრივი კომუნიკაცია ნულოვანი საზოგადოებასთან და ადამიანებთან და ჯგუფებთან, თქვენ გახსოვთ ის ცნობილი საშინელი გამონათქვამები, რომლითაც იგი ადამიანებს მიმართავდა, აღარ მინდა გავიმეორო და ახასიათებდა თქვათ კორუფციის რამდენიმე უმძიმესი შემთხვევა, იგივე თუ არ ვცდები ბოდოკია შემთხვევას უწოდებენ მას, რომელიც მერიაში არსებობდა და ახასიათებდა სრული არაეფექტურობა, რომელიც მისი მხრიდან ვლინდებოდა, იმიტომ რომ ის არ გახლდათ დამოუკიდებელი მერი. მის ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებდნენ ვიღაც სხვები. და ეს აისახებოდა, თქვათ, ქალაქის მერიაში თანამდებობრივ ცვლილებებში. მე ვფიქრობ, რომ რაღაც კრიტერიუმებით ამ ორივე მერს აქვს გარკვეული ტიპის უპირატესობები, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ ქალაქისთვის დიდი სიკეთეები არ მოუტანიათ, იმიტომ რომ მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. მაგალითად და რაც აი ჩვენ მემაწუხებს მაგალითად თბილისი იყო ინდუსტრიული ქალაქი ლამის ასობით საწარმო მუშაობდა ამ ქალაქში საბჭოთა კავშირის დროს. გასაგებია რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, საბჭოთა კავშირის სხვა წყობა იყო, მაგრამ არ შეიძლება რომ თბილისის თითო ოლქში, თითო რაიონში თითო საწარმო შექმნისთვის მაინც ეზრუნათ აი ამ ხალხს, თითო ინდუსტრიული საწარმოსთვის. მე არ გულისხმობ მაღაზიის გახსნას და კარფურის გახსნას და რაღაცების გახსნას, სუპერმარკეტების გახსნას არ გულისხმობ. აი ხელმოსაჭიდ პროდუქციას რო აწარმოებს, რეალური სექტორის წარმომადგენელი რო არის, ესეთი ინდუსტრია შეიქმნა თბილისში, რომელიმე რაიონში, რომელიმე მერის ხელშეწყობით არ შექმნილა. ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის ქალაქისთვის საბინაო ფონდის პრობლემა. ჩვენ იცით რა ტიპის საბანკო სექტორი მუშაობს საქართველოში და იცით რომ უამრავი ადამიანი თქვათ არის სახლის გარეშე დატოვების საფრთხის წინაშე, ბანკები ართმევენ ადამიანს და მევახშეები ართმევენ ადამიანებს ბინებს, ნებისმიერ დიდ ევროპულ და ამერიკულ ქალაქში მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს მუნიციპალურ ბინადმშენებლობის პასუხისმგებლობას. ეს არც ნარმანიას დაფიქრებულ ამაზე, არც უგულავა. ავიღოთ მწვანე საფარის და საჯარო
სივრცეების ნაწილი. რითი განსხვავდება ბატონი ნარმანია ბატონი უგულავასაგან. ორივენი გასცემდნენ სრულიად თავისუფლად ნებართვებს, რომ ტყეები გაჩეხილიყო, კორპუსებს შორის კიდევ ერთი კორპუსი ჩამდგარიყო, პარკი დანგრეულიყო და იქ რაღაც ასევეც ბლოკის გიგანტები აშენებულიყო. ამითაც ძალიან გვანან ისინი, ასე რომ ამ ორ მერობის გამოცდილების მქონე პოლიტიკოს ძალიან ბევრი აქვს ერთმანეთთან საერთო. თქვენ მწვავედ გააკრიტიკეთ მერობის კანდიდატებიდან მხოლოდ ზალ უდუმაშვილი. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ელენა ხოშტარიას დიდი ალბათობით კანდიდატი შეიძლება იყოს ალეკო ელისაშვილი, ასევე კახა კალაძეს. ჩამოთვლილი კანდიდატებიდან რომელიმე მათგანი კომპეტენტურია, რომ დედაქალაქის პრობლემები გადაჭრეს და მოაგვაროს? აი მაგალითად ავიღოთ ქალბატონი ელენე ხოშტარია, ხო? ქალბატონ ელენესაც აქვს ხელისუფლებაში მონაწილეობის და იქ დუმილის გამოცდილება, იგი მინისტრის მოადგილე იყო, ყოფილი ნაციონალიც არის და ნაციონალების მთავრობაში იყო, გია ბარამიძის მოადგილე, ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე და სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლეგიტიმური კითხვა, ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს ზოგიერთი ოდიოზური ფიგურის მოქმედების შემდეგ, მაგრამ ძალიან ლეგიტიმური კითხვა არის ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, კითხვა რას შვებოდი 2012 წლამდე. გვახსოვს ჩვენ ელენე ხოშტარია, რომელიც იყო რიგითი ბიუროკრატი და ყველა იმ უსამართლობას და საშინელებას, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა და უჩუმრად ეგუებოდა და პირიქით შემოქმედი და თანამონაწილე იყო ამ პროცესების და მე ყველა იმ ადამიანთან, რომელთაც აქვს დანაშაულებაში თანამონაწილეობის გამოცდილება, მათთან მაქვს ძალიან მკაცრი კითხვები და მათ მე ვერ ვანდობ, ჩემი ქალაქის ბეს თბილისის მერობა არის ძალიან რთული საქმიანობა, იმიტომ რომ ეს დაკავშირებული არის ძალიან ბევრ სპეციფიკურ და მძიმე პრობლემასთან. სწორედ ამ კრიტიკებს მას კახა კალაძე და კახა კალაძე მმართველობის გამოცდილება არ აქვს. ხო, არ აქვს მმართველობის გამოცდილება და ამ შემთხვევაში ალბათ კახა კალაძე არის ძალიან სწორი. თან ამ პარტიაში გალბატონი ელენე მარტო არ არის. ამ პარტიაში არის ნასამართლები, ანუ ჩვენ შეგვიძლია მას თავისუფლად უწოდოთ დამნაშავე გიგი უგულავი და დამნაშაულები მიუძღოდა მას ამ ქალაქის წინაშე ბევრი. მათ შორის ის არ დაუშჭიათ მაგალითად სიტი პარკისთვის. ხო? ჩვენი ქალაქი არის დახაზული ზოლებად და ამ ზოლებით ვიღაცამ დახაზა და ამ დახაზვის გამო ჩვენ ვიხდით ამაში ძალიან დიდ თანხებს. 2025 წლამდე დახაზული აქვს ეს ქალაქი და იქნება თვითონ სულ. ამის შემოქმედი არიან ევროპული საქართველოს წარმომადგენლები და ეს მათი პრობლემაა. თუმცა არც დავით ნარმანიამ არ შეცვალა რამე ამ მიმართულებით. ხო და ამიტომაც არის დავით ნარმანიას აქვს ძალიან ბევრი რამე საერთო უგულავაც და ნარმანიაც ორივენი ძალიან კარგად ურთიერთობდნენ სიტი პარკთან. რაც შეეხება კახა კალაძეს მე იცით რომ მემარცხენე აქტივისტში მონაწილეობ და ჩვენი მემარცხენეების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ქვეყნის ეკოლოგიური პასუხისმგებლობით განვითარების საკითხები. ასე რომ მე მაგალითად მიმოგზაურია სვანეთში, აჭარაში, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში და მე ვხედავ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგებს. ადამიანები არიან საკუთარი სახლების, საკუთარი ოჯახის წევრების სასაფლაოების, კარმიდამოების, ტაძრების, ტყეების დაკარგვის პირას, წყლის ქვეშ აღმოჩენის პირას. გარდა ამისა, მე მაქვს პრეტენზიები რასთან დაკავშირებით, იცით? მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ფლობენ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს და პოლიტიკაში მოდიან იმისთვის, რომ თავიანთი ეს ფინანსური რესურსები კიდევ უფრო გაიმყარონ და კიდევ უფრო სტაბილური გახადონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა. თქვენ იცით რომ ეხლა ეს არ არის დამალული, ეს არის ფაქტი. ამის შესახებ ყველამ გადასარევად იცის, რომ არსებობს კვიპროსში დარეგისტრირებული ორგანიზაცია კალა კაპიტალი. არსებობს ამავე კალა კაპიტალის კოალიციაში შემავალი ჯგუფი კალა კაპიტალ ენერჯი ლიმიტედი და ეს კომპანია დაარსა კალამ, კახა კალაძემ. ეს კომპანია ფლობს საქართველოს ენერგოსისტემაში ძალიან სერიოზულ ერთეულებს, თბოსადგურების, ჰიდროელექტროსადგურების სახით და მოულოდნელად ნაკლები განათლების მქონე ბატონი კალაძე მოგვევლინა ენერგეტიკის მინისტრად.
ასე რომ ბატონი კახა კალაძის მერობა, პოლიტიკურ საფეხურებზე დაწინაურება მე მხოლოდ მესახება როგორც მისი პირადი ფინანსური ინტერესების გამყარების და გაძლიერების მცდელობა, ასე რომ მე მასაც უყურებ ძალიან სკეპტიკურად. და საერთოდ თანამედროვე საქართველოში პარტიულ პოლიტიკას მე ნაკლებად ვენდობი და მათი ასე ვთქვათ, კეთილშობილების იმედი ნაკლებად. ეს დამოუკიდებელი ხო და ამიტომ ერთადერთი არჩევანი მე ვიცი რომ ვთქვათ ბატონ ალი გველისაშვილს აქვს უამრავი ნაკლი. მაგალითად მის ნაკლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის რომ ის უარგუმენტოდ საზოგადოებისთვის მისაწოდებელი არგუმენტების გარეშე ჩაერთო ბრძოლაში ეკაბესელიასა და მანანა კობახიძის წინააღმდეგ. ასევე ვიღაცების დაკვირვებით და მეც ამას ნაწილობრივ ვიზიარებ, ბატონი ალიკოს რაღაცა განვითარება აკლია, თქვათ ისეთივეა, როგორც 4 წლის წინ. რაღაც ახალი ხომ უნდა შეიძინო, ახალი პოლიტიკური სტრატეგია ხომ და კონდეს. მიერ მიღწეულ შედეგებზეც რომ ვისაუბროთ. ხო და ამ წლების განმავლობაში ვის ჯერ გამოდიოდა აქციებზე, ბევრი რამე გააპროტესტა ხალხთან ერთად დედაქალაქის პროცესებში ჩართულია, თუმცა ესეთი ხელშესახების შედეგი, რომ რამე პრობლემა გადაჭრილი იყოს, რაშიც ის ჩართული იყო, არ გვინახავს. ხო და აი მაგას ვამბობ, გარდა ამ ნაკლისა, ბატონ ალექსანდრეს, აქ რაღაცა მიღწევები, თქვათ, მაგალითად მიღწევა ის, რომ საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე ბავშვების სათამაშო მოედანზე არაშენდა მორიგი კორპუსი. ბატონი ალეკოს მიღწევა ის, რომ თბილისის საკრებულოს სხდომები ცოტა უფრო მეტი ღიაობით ტარდება და საზოგადოების თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის გაზრდილი. ბატონი ალეკოს მიღწევა ისიც, რომ ჩვენ დაწვრილებით ვიცით თქვათ თბილისის ბიუჯეტის რიგი საკითხები, შავი ხვრელები. ასე რომ მან გამჭვირვალობა შემოიტანა ქალაქის მუშაობის პროცესში, მან რამდენიმე ადგილი დედაქალაქის გადაარჩინა და გარდა ამისა არავის ეპარება ეჭვირო ბატონი ალიკო არის თქვათ რაღაც თავის ბიზნეს ინტერესებისთვის მოსული, ფული ამოძრავებს მას. ცხადია მას თავისი პრესტიჟი და სოციალური მიზნები და პოლიტიკური მიზნები აქვს, მაგრამ ის რო არ არის კაპიტალთან ესე მჭიდროდ დაკავშირებული კანდიდატი, როგორც სხვა კანდიდატები, ეს ცხადია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს ამ კანდიდატის მხარდაჭერა. თქვენ პრობლემებზე ისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თქვენ როგორც საზოგადოებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თქვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს დედაქალაქს აწუხებს, რომელია, რომელიც თბილისის მერმა პირველ რიგში უნდა გადაჭრას? მე ვერავის წარმომადგენლად საკუთარ თავს ვერ მივიჩნევ, ცხადია ვიღაცები შეიძლება მეთანხმებიან და მათ აზრს ვახმოვანებ და ეს პატივია, საზოგადოების ნაწილი ვარ, უბრალოდ ეს ვიღაცის სახელით ლაპარაკის პრეტენზია არ მაქვს და ამაზე მინდოდა ხაზი გამესვა. რაც შეეხება მთავარ პრობლემებს, ამაზე მე ვისაუბრე, მაგრამ თუ გნებავთ სხვა პლანიდან გავშლი, სხვა თვალთახედვიდან გავშლი ამ საკითხს. კიდევ ვიცით რას გვეუბნებიან ჩვენ, რომ ქალაქის მერის მიზანია, რომ მილი რო გატყდება თუ გასკდება ის შეაკეთოს, გზა დააგოს და საცობები მოაცილოს. და მორჩა და გათავდა და ამით მთავრდება ქალაქის მერის კომპეტენცია. არადა მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მერს აქვს უნარი უზარმაზარი ბიუჯეტიდან გამომდინარე, უზარმაზარი პოლიტიკური ადმინისტრაციული ძალაუფლებიდან გამომდინარე, ქალაქის მერს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები ქალაქში არსებულ უმუშევრობასთან და სიღარიბესთან დაკავშირებით. საქართველოში აი ყველაფერი არის უკვე ფასიანი. გინდა ტროტუარზე ჩამოჯდე, სადაც კარგი ხედი გადაიშლება, იქვე ხოლმე დარჭობილი კაფეა გახსნილი. გინდა თქვათ რა გაასეირნო ბავშვი სადღაც კარგ ადგილას, იქ გადაღობილი არის თავარი ყველაზე კაი ნაწილი და იქ რაღაც კომერციული დაწესებულება გახსნილი. ანუ ჯანმრთელი საჯარო სივრცეების დეფიციტია ამ ქალაქში და ამას ფიქრი ჭირდება და ამას ზრუნვა ჭირდება.